მოგესალმებით, მეგობრებო, ეთერშია GeoTrader-ი. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ მქონია ვიდეო განხილვა ამ სამი აქტივის, Bitcoin-ის, Ethereum-ის და XRP-ის. ხაზს ვუსმევ იმას, რომ არ იყო ვიდეო განხილვა, მაგრამ იყო ბევრი მიმოხილვა ჩემს Telegram არხზე. შეგიძლიათ გამოიწეროთ და ყოველთვის იქნებით საქმის კურსში. თუ იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახერხე ვიდეოს გადაღება. მაშასე დავიწყოთ კვირის time frame-ით, დავიწყოთ Bitcoin-ით. ესე იგი, შეგვიძლია ამ მოცულობით, ზედა მოცულობით ზონას არ მივაქციოთ ყურადღება. 2 თებერვლის, ეს კვირის სანთელი. ნახეთ, რომ შემოვიდა აღნიშნულ მონიშნულ მოცულობით ზონაში, მიიღო ერთგვარი უარყოფა, ერთგვარი რეაქცია ყიდველის მხრიდან, უფრო მეტიც სანთელი დაიხურა მოცულობითი ზონის თავზე, რაც იყო საკმაოდ კარგი სიგნალი, თუმცა შემდეგი კვირის განმავლობაში, ანუ წინა კვირის განმავლობაში ვნახეთ კიდევ ერთი შემოსვლა ფასის ამ მოცულობით ზონაში, ასევე სანთელი უკვე დაიხურა შიგნით მოცულობით ზონაში საკუთარი სხეულით, რაც მაინც და მაინც არ არის კარგი სიგნალი. ის განვითარებული მოვლენები, რაც ახლა ვითარდება Bitcoin-ზე, აჩვენებს იმას, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გავჩერდებით აი ამ მოცულობით ზონაში. მოცულობითი ზონის ფარგლებს ხედავთ დაახლოებით 60,000-დან 70,000-მდე. ფასი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სავარაუდოდ გაჩერდება ერთგვარ ბალანს შექმნის აღნიშნულ ფარგლებში. ეხლა ხედავთ, რომ ჩამოდის პირველი თარგეტი მხარდაჭერა ფასისთვის იქნება მოცულობითი ზონის POC 63,000, შემდეგ მეორე თარგეტი, დაახლოებით 60,000. აქ აჩვენებს 59.400-ს, შეგიძლიათ დაამრგვალოთ ხოლმე 60-მდე. გადავიდეთ დღიურ time frame-ზე, market profile-ის. POC-ის განლაგებიდან გამომდინარე, რომ გავზომოთ ფასის სვლის პოტენციალი, გამოდის, რომ ზემოდან POC-მდე უფრო ნაკლები პროცენტულობა, ასე ვთქვათ, უფრო ნაკლები გაიარა ფასმა, ვიდრე POC-დან ქვემოთ. შესაბამისად, ქვემოთ ჩამოსვლის პოტენციალია უფრო მეტი. ასე რომ ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ განვაახლოთ არსებული low. ჯერჯერობით რაც ჩანს ფასის მოძრაობიდან გამომდინარე, აი აქ HR-ში გაჩერდა უბრალოდ ფასი, ვარდებოდა HR-ში გააჩერეს, უბრალოდ აიწია კიდევ გარკვეული პროცენტით და ისევ გაყიდვები ჭარბობს. გაყიდვები და მსხვილი კლასტერები განლაგებულია, მიაქციეთ ამას ყურადღება, მეგობრებო, მსხვილი კლასტერები განლაგებულია სანთლის ზედა ნაწილში და ზოგადღილას კიდე ჩრდილში, რაც საკმაოდ ცუდია და უარყოფითი ნიშანია, ასე ვთქვათ, იმისთვის თუ ფას ზემოთ ასვლა უნდა. უფრო ჭარბობს, უფრო დომინირებს ჯერჯერობით ამ ეტაპზე გამყიდველი. ასე რომ, როგორც გითხარით, კვირის time frame-ის როცა განვიხილავდით, ჯერჯერობით ფასი ალბათ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება თვის ბოლომდეც გაჩერდეს აი ამ დიაპაზონში, თებერვლის თვის მოცულობით ზონაში და გარკვეული ბალანსი შეიქმნას ლიკვიდურობის დაგროვებით. ასევე დღიური time frame-დან გამომდინარე, შემიძლია კიდევ ერთი რამ დავამატო, რომ
შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიდევ ერთხელ დაიტესტოს ზედაზღვარი მიმდინარეთვის და უკვე მოხდეს ფასის ჩამოსვლა ქვედა ზღვართან. ახლა ვართ 4 საათიან ტაიმფრეიმზე, ბიტკოინის კვირის მარკეტ პროფაილია გამოყენებული ამ ტაიმფრეიმზე. ხედავთ, რომ ჩამოსვლის შემდეგ ფასმა შექმნა საკმაოდ მსხვილი მოცულობითი ზონა. წინა კვირის განმავლობაში, მიმდინარე კვირა ჯერჯერობით დღეს არის დაწყებული და ერთი დღეც არაა გასული, როგორც ხედავთ, ახლა იქნება. წინა კვირის განმავლობაში უბრალოდ ვტესტავდით აი ამ მსხვილი მოცულობითი ზონის EOS-ის, ძირითადად ქვემოდან ერთხელ, ახლა მეორედ მივუახლოვდით, ვერა და ვერ გადავლახეთ. ამას გადალახვა არ ქვია, იმიტომ რომ ფასი მალევე დაუბრუნდა EOS-ის ქვეშ. შესაბამისად, პრიორიტეტული სცენარი, როგორც გითხარით, ჯერჯერობით არის შორტ პოზიციები და თუ თქვენ არ ხართ, ასე ვთქვათ, გამოცდილი ტრეიდერი, ჩემი რჩევა იქნება ყოველთვის ტრენდის მიხედვით ივაჭროთ. ტრენდი ჯერჯერობით არის შორტული, შორტ ტრეიდები უნდა იყოს თქვენი პრიორიტეტი. შეიძლება, რა თქმა უნდა, კონტრტრენდული ტრეიდების გახსნა, მაგრამ ეს არის ძალიან სარისკო, მით უმეტეს თუ ხართ ახალბედა ტრეიდერი. ახლა ვტესტავთ, ამ წუთას ვტესტავთ კიდევ ერთხელ წინა კვირის კი არა და ამ მსხვილი მოცულობითი ზონის, იმის წინა კვირის EOS-ის. ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ აქედან უკვე სრულფასოვანი ჩამოსვლა ვიხილოთ ქვედა ზღვრამდე მსხვილი მოცულობითი ზონის. ეს არის ნიშნული 62-63. შემდეგი არის XRP-ის კვირის ტაიმფრეიმი. მოდით ზედა მოცულობით ზონას დავმალავ, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ გვჭირდება. ხედავთ, რომ აი ეს შავი სანთელი დაიხურა, კვირის სანთელი დაიხურა, ნახეთ, აი ამ მსხვილი მოცულობითი ზონის ფარგლებში. შემდეგ ხედავთ, რომ წინა კვირის სანთელი როგორია, მიაქციეთ ყურადღება, როგორ გამოიყურება თვითონ სანთელი. ორივე მხრიდან აქვს კი ჩრდილი, მაგრამ ზემოდან უფრო მსხვილია ეს ჩრდილი და ისევ და ისევ ფასი იკეტება, თვითონ სანთელი იკეტება მოცულობითი ზონის შიგნით. ახლა რა არის მოსალოდნელი? კვირის ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არაფერი ისეთი პოზიტიური ჯერჯერობით არ ხდება. პრიორიტეტი არის ისევ დაღმასვლა. თუ თქვენ ხართ ტრეიდერი, პრიორიტეტი უნდა იყოს თქვენთვის short ტრეიდები Ripple-ზე. რომ გადავიდეთ დღიურ ტაიმფრეიმზე, თუ არ ვსვდები Telegram არხზე მქონდა უკაცრავად ანალიტიკა დადებული წინა კვირის განმავლობაში და მქონდა ნათქვამი, რომ მიმდინარე თვის ფასის სვლის პოტენციალი ზედა მიმართულებით უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ქვემოდან EOS-იმდე უფრო მეტი მანძილია გავლილი, ვიდრე EOS-იდან ზემოთ. შესაბამისად, ზედა მიმართულებით ველოდები სვლას ფასისგან. გარკვეული რეაქცია აგერ მოხდა, თუმცა გაზომვისას მიჩვენებს ფასის ნიშნულს 1.72. საიდან შეიძლება მოხდეს 1.72-მდე ასვლა. ვინაიდან ორივე ზღვარი მოცულობითი ზონის, მიმდინარე თვის მოცულობითი ზონის დატესტილია, შესაბამისად შეიძლება ახლა არსებული ნიშნულებიდან ჩამოვიდეთ
დავტესტოთ POC მიმდინარეთვის. ეს არის ნიშნული დაახლოებით 1.42, 1.43. დავტესტოთ, მით უმეტეს ხედავთ, რომ ამ დიაპაზონში იმბალანსი, გადავფაროთ ეს იმბალანსი და აქედან მიიღოს ფასმა რეაქცია 1.72-მდე. თუმცა 1.72-დან ისევ და ისევ პრიორიტეტი იქნება შორტი. რა თქმა უნდა, იმ მომენტში, როცა ჩვენ მივაღწევთ ამ ტარგეტს, ისევ გავაკეთებ ანალიტიკას, ისევ ვნახავ კონკრეტულად იმ სანთელში რა მოხდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქედან რაღაც სერიოზული აღმავალი მოძრაობა შეიქმნას. ახლა განვიხილოთ 4 საათიანი ტაიმფრეიმი XRP-ზე. ჩვენთვის ნიშნულოვანია, რომ მივაქციოთ ყურადღება აი ამ მოცულობით ზონას, აი ამ კვირის, როცა მოხდა ეს ძლიერი დამპი. მოდით ცოტა გამჭვირვალე გავხადო ფონი. მოკლედ, ესე გამოიყურება. ხედავთ, რომ ფასი წინა კვირის განმავლობაში, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჯერჯერობით ჩვენ ვიმყოფებით მონიშნულ მოცულობით ზონაში. დატესტილია ქვედაზღვარიც და ზედაზღვარიც. დღიური ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, რახან ვთქვი, რომ ზევით კიდე შეგვიძლია დაახლოებით 1.72-მდე ასვლა შეგვიძლია, საიდან შეიძლება მოხდეს. მიაქციეთ ყურადღება, გარკვეული სეტაპი შეიძლება გამოიკვეთოს, საიდან მოვნიშნავ, ნახეთ, საიდან შეიძლება მოხდეს ზედა მიმართულებით ფასის აწევა. ან ვაკეთებთ ასეთ მოძრაობას, ანუ ვტესტავთ, შეიძლება დავტესტოთ მსხვილი მოცულობითი ზონის POC, ანუ აქეთ ვტესტავთ და აქედანვე მე გარკვეული მოძრაობებით ავდივართ 1.72-მდე, ანაც შეიძლება მოხდეს ასეთი მოძრაობა. წინა კვირის მოცულობითი ზონის ქვედაზღვარი დავტესტოთ და შემდეგ აქედან მოხდეს ასეთი მოძრაობა. მაგრამ ისევ და ისევ ვიძახი, რომ 1.72-დან ჩემთვის პრიორიტეტი იქნება შორტ პოზიციის გახსნა, არსებული ლოუს განახლება. ეთერიუმი, კვირის ტაიმფრეიმი, ძლიერი რეაქცია კი მივიღეთ ქვემოდან, მაგრამ ვარდნა ისევ გრძელდება. წინა კვირის სანთელი იმყოფება აი ამ 2 თებერვლის სანთლის ფარგლებში, შესაბამისად არაფერი წინა კვირის განმავლობაში კვირის ტაიმფრეიმიდან გამომდინარე არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, კლასტერებშიც ისეთი საინტერესო არაფერია, რომ გადავიდეთ ეგრევე დღიურ ტაიმფრეიმზე. აქ ძალიან ბევრი მსხვილი მოცულობაა. შემდეგ გავფილტრავ, იმიტომ რომ ამდენი ერთბაშად არ უნდა იყოს. დღიური ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, ეთერიუმი ძალიან უინტერესოდ გამოიყურება. ზედაზღვარი არ დაგვიტესტავს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, შეიძლება იყოს ასეთი რამე, შეიძლება დავტესტოთ კიდევ ერთხელ, რახან ჩამოდის ფასი, კიდევ ერთხელ ქვედაზღვარი მიმდინარე თვის დავტესტოთ და შემდეგ ავიდეთ ზედა საზღვრის დასატესტად, მაგრამ როგორც ხვდებით, ამით გლობალურად არაფერი შეიცვლება, გლობალურად ჯერჯერობით კრიპტობაზარი მონეტები ძალიან სუსტად გამოიყურებიან ბიტკოინის ჩათვლით. მეგობრებო, ჯერჯერობით სიტუაცია საკმაოდ ნეგატიურია. არსებული სურათიდან გამომდინარე, არც ერთი ესეთი მსხვილი აქტივი ჯერჯერობით არაფერ პოზიტიურს არ გვთავაზობს. შესაბამისად გვაქვს ის, რაც გვაქვს ამ წუთას. მადლობა ყურადღებისთვის. დარჩით არხზე, აუცილებლად
დაალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი მიმოხილვები, გამოიწერეთ არხი, გამოიწერეთ ასევე Telegram არხი, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თქვენი. გემშვიდობებით ამით, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.